დღეიდან საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფართოვდება. პროგრამა, რომელიც დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს, მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ დეტალურად გააცნო. პროგრამაში ჩართვას მოქალაქეები ჯანდაცვის სერვის ცენტრების მეშვეობით შეძლებენ, რომლებიც ყველა დიდ ქალაქშია განთავსებული. საყოველთაო დაზღვევის საშუალებით მოქალაქეები მიიღებენ დაფინანსებას სხვადასხვა ოპერაციაზე, ასევე გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებას. დაფინანსდებიან ონკოლოგიური პაციენტები და მშობიარეები. დღესდღეობიდან მთელი საქართველოს მასშტაბით დაწყებული არის პაციენტების რეგისტრაცია, უკვე გეგმიური სერვისების მიღებისათვის. რეგისტრაციის პროცესი ორგანიზებული არის, დილიდან საერთოდ არ ყოფილა არანაირი შეფერხება, სურვილებს დაუყოვნებლივ შეუძლიათ მიიღონ ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია. ეს ხდება, როგორც მოგახსენებთ, მთელი საქართველოს მასშტაბით და ყველას ვინც 1 ივლისის მდგომარეობით არ მონაწილეობდა კერძო სადაზღვო პროექტებში, შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ის სერვისი, რომელიც გათვალისწინებული არის უკვე გაფართოებული საყოველთაო დაზღვევის პროგრამიდან.